გამარჯობა მეგობრებო. ნუ მოკლედ რაც ხდება ეს 2 დღეა სოციალურ ქსელში იმაბოს მინდა რომ გამოვეხმაურო. აბსოლუტურად არ ვეთანხმები არანაირ ძალადობას, ქალისადმი კი არა, არანაირ ძალადობას. თუ დამიჯერებთ აი ძალისმიერ სპორტზე საყურებლათაც იშვიათად დავდივარ. არ ზის ჩემში, არა ხიბლს არ იწვევს ეს ჩემთვის. არ მიყვარს ძალადობრივი სპორტები და ზოგადად ძალადობა არ მიყვარს. აი ბოლოს როდის ვიჩხუბე ბიჭი ვარ, კაცი ვარ, 34 წლისა ვარ, ბოლოს როდის ვიჩხუბე არ მახსოვს. არ ზის ჩემში. ყველანაირ ძალადობას მომიჯნები, არ არის ჩემი. მაგრამ ესეთი რაღაცა მინდა ვთქვა რა, რაც მოხდა იმ კახეთში ხო, ქორწილში. ჩვენ ვიცით ესეთი რაღაც. ნახე, მოხდა რაღაცა, ვიდეო დაიდო და პირდაპირ ქართველებმა ხალხმა ვაიმე ეს ბიჭი დროზე, აბა ამას ასე დავსაჯოთ, აბა ეს ასე გავაკეთ, ბიჭო. გავიგე, რომ ქალს ხელი დაარტყა, მაგრამ რატო არ ვფიქრობთ იმას, როგორ მივიდა კაცი თავის ქორწილში იმ დონემდე ფსიქოლოგიურად, რომ ქალს ხელი დაარტყა. ამის გამოკვლევა, ამის არაფერი არ ყოფილა, პირდაპირ რომ აი დავსაჯოთ, აი ასე ვქნათ, აი ისე ვქნათ. ქართველებმა კაცო ჩვენ დადეს პოსტები ვნახე რა. არ გაინტერესებს რა მოხდა? მერე დაიდო ცალკე ვიდეოები, აი თურმე რა მომხდარა. არც მაშინ არ არის გასამართლებელი რომ ქალს ხელი დაარტყა. კი ბატონო. მაგრამ კითხვა მაქვს. ჩვენ ქართველები რომ საზღვარგარეთ არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა ყოფილიყავით, ჩვენ იგივენაირად მოვიქცეოდით? არ არსებობს. ხო ვიცით რომ ეს არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ მენტალობაში გვაქვს, ჩვენ ესე გვზრდიდნენ ჩვენი მშობლები, რომ ჩვენ სადაც მივდივართ, სადაც სტუმრები ვართ, ჩვენ ზრდილობიანად უნდა მოვიქცეთ. ვის გადაუფურთხებდით სუფრაზე, აბა, რომ ქორწილი ქონოდა ვინმეს, ვის გადაუფურთხებთ და ვის რას გავაკეთებდით? პირიქით არაფერს არ ვიზავდით. წნარად მშვიდად ჩაატარებდნენ თავის ხორცს და ჩვენ არაფერს ხრეს არ შევუშლით. იმიტომ რომ მენტალობაში გვაქვს ჩვენ ეს, აღზრდაში გვაქვს, ქრისტიანობაში და მართლმადიდებლობაში გვაქვს. ვიცით ყველაფერი ვიცით. იმიტომ რომ ასეთი გზა გაქვს გამოვლილი ჩვენ ყველას. რა ჩვენი ბრალია. და მე გეტყვით ვისი ბრალია ეს ყველაფერი რა. იცი რომელი ადამიანების ბრალია რომ დღეს ესე გვექცევიან ჩვენ. აი ბათუმში რო ჩავედი, დავჯექით მე ჩემი მეუღლე და ბავშვი სუფრასთან და იმის სადღაც 10 წუთის მერე რო რუსები შემოვიდნენ, რუსის ოჯახი რო შემოვიდა და იმათი შეკვეთა რო პირველი მივიდა, მიუხედავად იმისა რომ მე 2-3 რაღაცა მქონდა შეკვეთი და იმათი სუფრა გაივსო და ჩემი კიდე 9 საათი მოტანილი არ იყო. აი ესე ტრაქში რო უძურებით ტურისტებს, არ აქვს მნიშვნელობა ის რუსია თუ ვიღაც არის, არა ნებისმიერს ტრაქში რო უძურებით, იმიტომ რომ ის ფულს დახარჯავს და აჩვენებთ რომ შენ ქვეყანაში შენ ქართველს პატივს არცემ და ისინი უფრო პრივილეგირებულები არიან, დიდი პრივილეგია აქვს იმას, ვიდრე შენ ქართველს. აი მათ გვერხევა. ისინი შტერები, ის ჩვეულებრივი ადამიანი, ის ხვდება რომ მე უფრო მაგარი ტიპი ვარ იქ, სადაც ჩავდივარ, ვიდრე ისინი. და იმიტომ გვაჯვავენ ესე თავზე რა. ეკლესიას რომ მიაფსეს. არაო, ეგ რუსი არ ყოფილა, ფრანგი იყოს, ბიჭო, იტალი, ვინც გინდა, რა მნიშვნელობა? ის თუ იმას ეპატიება? ეკლესიის ეზოს რომ მიგვიფსეს? აი აქ გვაქვს პრობლემა მაშინ, გაიგე? აი აქ ვაძლევთ უფლებებს. მიდი ძმაო, კი, აბა, არა, ამას ხელი არ დაარტყათ. ამ ინდუელია ეს, ამას ეს სტუმარია ეს. ბიჭო, რატო, კაცო? ისინი დუელი თუ ნაგავს მიყრის, მე თუ მაჯარიმებ რო, მე ჩემ ქვეყანაში არ უნდა დავანაგვიანო და მივედით ჩვენ იმ ეტაპამდე უკვე, ვიცით რომ მივედით უკვე რომ ნაგავს აღარ ყვით, კაცო. რაღაცეებზე ჯარიმები კი სწორია, არ უნდა დავყაროთ, უნდა დავჯარიმდეთ. სწრაფად არ უნდა გავიაროთ, უნდა დავჯარიმდეთ. ღვედის შეკვრა ვისწავლეთ ხალხო. არ ვიცოდით, მაგრამ ამ ჯარიმები ცუდი არ არის ზოგადად რა, ჩემი აზრით. მივედით ჩვენ იმ შეგნებამდე რომ თურმე ჩვენი უსაფრთხოების არის ეს. კი ბატონო,
მაგრამ იმათთვისაც იყოს ეს ჯარიმა ბიჭო. მე რო კაცო, მე რო საზღვარგარეთ არავა ბოდიში, მაგრამ ვისაც მოუყოლია და ვიცი რომ ნაგავს ვერ დააგდებ. ჯარიმა აქ რატო არ არის მაშინ ჩვენთან? რო გვინაგვიანებენ ჩვენ ქვეყანას. რატო არ არის იმათთვის ჯარიმა? რატო არ რაც მე რაც უფლება მაქვს იმას რატო არ აქვს ის? გამაგებინე ჩვენზე მეტნი რითი არიან და აი ეს რო ჩვენ გავხადეთ ისინი და ვაჩვენეთ რომ იმათ უფრო მეტი უფლებები აქვს, სუფრაზე გადმოგვიფურთხებენ კი არა. ცოტა ხანში ქართულ სიმღერას რო სადმე გაიგონებენ, იმაზე გვეტყვიან რომ გააჯემევინეთო მაგ სიმღერებს და ჩვენ უნდა ჩავთოთო, გაიგე? აი ამ შეგნებამდე მივიყვანეთ ჩვენ თვითონ. უკაცრავად მე არა, თქვენ თვითონ. აი იმ ადამიანებმა, ვინც ტრაქში უძრებით, არა პირველი იმას უნდა მოვემსახურო. რატო კაცო მე შემოვედი რა, მეც მიმტანად მე მიმუშავია და ასე ვისწავლე რომ პირველი ვინც აიღო შეკვეთა იმას უნდა მიუტანო მოვემსახურო, მე იმას რიგის მიხედვით. ეს სად ხდება, რომელ ქვეყანაში ხდება, მაშინ თქვენ დამიწერეთ, ხო დადიხარ, მე ვერ დავდივარ, არა ვარ არსად ნამყოფი. თქვენ დამიწერეთ მაშინ თუ მე ვწდები და ის სხვაგანაც ეგრე არის რა. სხვაგანაც თუ გარჩევენ ეგრეთ, შენ რო ქართველი ხარ, პირველი შენ გემსახურებიან. აბა მითხარით ესე სად ხდება. და ეგრევე ვიდეო, აბა ეს დააკავეთ და აბა ასე უქენით და აბა ქართველებმა ისევე. ბიჭო არ გაინტერესებს რა მოხდა? რა იყო? დაიჭე, მიდი ჩამოახჩეთ ეგ ბიჭი თავის ქორწილში. ბიჭს ცოლი მოყავს, წარმოიდგინე, ოჯახს მქონის და რა ქალზე მოძალადი არის დავიჯერო და ქალს ხელი დაარტყა. რატო არ ამბობთ რომ რა შეგნებით მივიდა იქამდე რომ ქალს ხელი დაარტყა? არა? პირდაპირ, აბა დაესწიე, შეჭამეს. კარგად.